eyes make the stars look like they're not shining. Her hair falls perfectly without her trying. She's so beautiful. And I tell her პირველად ის ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ ეგრეთ წოდებული კაფა მატონიზირებელ თვისებებს ატარებდა. დღესდღეობით სახეშეცვლილი ყავა ჩვენი დღის დასაწყისი და ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება მარცვლებს, ყავის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ამიერიდან ცნობილ უცხოურ ნაწარმთან ერთად თამამად შეგიძლიათ ქართული წარმოების 100%-ით ნატურალური, გამორჩეული და სპეციფიური გემოს მქონე ყავა მიირთვათ. ქართულ ბაზარს ახალი კომპანია ჩერი შეემატა. ჩვენ ბაზარზე შევდივართ ნალექიანი ყავით ამ ეტაპზე. ხსნად ყავაზე ფიქრს დავიწყებთ მომავალ წელს. ამ ეტაპზე ორი დასახელების ნალექიან ყავას ვუშვებთ. ეს არის ჩერი ორიგინალი და ჩერი კლასიკი, რომელიც არის გაკეთებული ამ საწარმოში 100%-ით ნატურალური ყავისგან და ესე იგი ჩვენ ეს რეცეპტი შევიმუშავეთ სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის. შპს ჩერი ჯერ კიდევ 2012 წელს დაარსდა, თუმცა მას მერე შესაბამისი სტანდარტების ქარხნის მომზადება და ნედლი ყავის იმპორტისთვის შესაფერისი პირობების შექმნა იყო საჭირო. კომპანიის დამფუძნებლებს ამოცანის შესრულება ნამდვილად არ გასჭირვებიათ და უკვე 2014 წელს ამ თანამედროვე სტანდარტების მქონე ქარხანას გვათვალიერებინებენ. სწორედ აქ იქმნება ის გამორჩეული გემო, რომელსაც მაღაზიებში ქართული წარწერით ჩერი კლასიკი და ჩერი ორიგინალი აღმოაჩენთ. იმისთვის რომ გავაკეთოთ საუკეთესო ყავა, ჩვენ გვჭირდება ის საწარმო ხაზი, რაც მე თქვენ დაგათვალიერებინეთ. ჩვენ გვაქვს სრული ციკლი საწარმოში, დაწყებული მწვანე მარცვლის გაწმენდიდან, დამთავრებული მოხალვით, დაფქვით და დაფასოებით. ეს არის უახლესი ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული ტექნიკა. და ჩვენ აი ამ მანქანიდან ადგარებით ქართულ მომხმარებელს შევთავაზებთ უმაღლესი ხარისხის განსაკუთრებულად გემრიელ პროდუქციას. ჩერის მესვაურებმა სპეციალური მედია ტურიც კი მოაწყვეს და ჟურნალისტებს ქარხანა დაგვათვალიერებინეს. გეტყვით იმასაც, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ნედლი ყავის იმპორტი და მისი შემდგომი დამუშავება გახლავთ. გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა და დაფასოება სწორედ ამ საწარმოში ხდება. თუმცა მანამ სანამ წარმოებაზე გადავლენ, ნედლი ყავის მარცვლების სპეციალურ შემოწმებას ქარხანაში მდებარე ლაბორატორიაში გადის. აქ ხდება რეცეპტურის დადგენა, აქ ხდება მწვანე ყავის შემოწმება სუნზე, ვიზუალურად, შემდეგ ხდება მისი მოხალვა, ხდება გასინჯვა ტენიანობის და შემდეგ უკვე ხდება მოხალვის შემდეგ ხდება დადგენა ფერის, ტენიანობის, გემოსი და ამას ვაწოდებთ წარმოებას და წარმოება ხელმძღვანელობს ამ რეცეპტურებს. გეტყვით, რომ ჩერი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო. ეს უკანასკნელი მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიებით დამზადებულ უგემრიელეს ყავას თავაზობს. ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: ჩერი კლასიკი და ჩერი ორიგინალი. შეიქმნება ქართული ბრენდი, რომელიც გაძლიერდება ჯერ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა როგორც კომპანიამ გვაცობა აქვს ამბიციები, რომ გაიტანოს ექსპორტზე და უკვე ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციას გამოუშვეს. რაც იმის მანიშნებელია, რომ იქნება უმაღლესი ხარისხის, რაც იმის მანიშნებელია, რომ იქნება საკმაოდ კარგი პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა პროდუქციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც. არაბიკას ყავის ჯიშების ნაზავი, აფრიკული მარცვლების ინტენსიური არომატით, აზიური რუბუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშების სინთეზი. დაგვერწმუნეთ, რომ სახელწოდებებზე კიდევ უფრო ეგზოტიკური ჩერის წარმოებული ყავის გემოა. ორი დასახელების ნალექიანი ყავა მაღაზიებში 50, 100 და 200 გრამიან შეფუთვებში იყიდება. თუმცა ეს ჩერის ბაზარზე არსებობის მხოლოდ დასაწყისია. უნიკალური არომატით კომპანია წარმოების მალე გაფართოებას და პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავს და თუ მართლაც ასე მოხდა, თამამად შეგვეძლება ჩვენთვის საამაყო ღვინის და მინერალური წყლების გვერდით ასევე ქართული წარმოების ჩერი მოვიხსენიოთ.